გამტარუნარიანობის გაორმაგება, ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაზრდა და საქართველოს ყაზახეთს შორის ვაჭრობის გააქტიურება. ეს თემები დღის წესრიგში გასულ კვირას ოცნების მთავრობის ყაზახეთში ვიზიტისას კიდევ ერთხელ წამოიწია. დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება რომ გვერდით გადავდოთ, წმინდა ეკონომიკური ინტერესებით რომ შევხედოთ საკითხს, განხილული თემები ორმხრივ ინტერესებშია. საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყანას ჭირდება დამატებითი ტვირთები და ინვესტიციები, ხოლო ყაზახეთს ჭირდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფანჯარა დასავლეთისკენ, რაც მისი პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთისგან ალტერნატიული გზის მოძიებას ნიშნავს და დივერსიფიცირების შესაძლებლობასაც მისცემს ამ ქვეყანას. რეალურად რა დგას პოლიტიკური განცხადებების მიღმა, როგორ ითარგმნება ბიზნესში ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ეს დასახული მიზანი. გიორგი ჯახუტაშვილი ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გვერდდება ახლა საქმის კურსს და სწორედ მასთან ვისაუბრებთ 2025 წლის გეგმებზე და ბიზნესის განწყობებზე. გიორგი, მოგესალმებით მაყურებელს. მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ ყაზახურ ბიზნესის აქტივობებზე საქართველოში. გუშინ იყო ზუსტად შეხვედრა ქართულ-ყაზახური ასოციაციის გაერთიანების ფარგლებში. საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპანიები არის ესენი, იგივე ბათუმის პორტი, ნავთობტერმინალი, ხალიკ ბანკი, რომპეტროლი, კაპიტალ მენეჯმენტი. რა განწყობები არის დღეს ამ კომპანიებში და როგორ უყურებენ ისინი დღეს საქართველოს? კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდა. გუშინ ჩვენ შევიკრიბეთ გამგეობის წევრები, ძირითადად აქტიური წევრები, დამფუძნებელი წევრები. რა თქმა უნდა, სამთავრობოთა შორის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ საკითხებისთვის, რაც ჩვენ ველოდებით ყოველთვის, რომ არის დღის წესრიგში უნდა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ტემპი მომატებულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ამ ჩვენს კორიდორზე ინტერესიც გაზრდილია და ტემპიც მომატებულია. მიმდინარეობს რიგი პროექტები, ბათუმის პორტი და ტერმინალი ცხადია, მათი ბრუნა უფრო გაზრდილი არის და დღის წესრიგში დადგა ეს კორიდორი პოლიტიკისთვისაც, ყაზახურისთვის, მანამდე ეს არ იყო სამწუხაროდ. თუმცა ეს დღეს არის და ეს შედეგებზეც აისახება, გაზრდილია ამ მიმართულებით თვითმბრუნვა. თუმცა ეს მარტო საქართველოზე ცხადია დამოკიდებული არ არის, აქ მონაწილეობს აზერბაიჯანელი, მნიშვნელოვანი როლი აქვს, თავად ყაზახეთსაც აქვს თავისი რიგი საკითხები, რაც უნდა გადაიჭრას, ამიტომ სამთავრობოთა შორის შეხვედრები ყოველთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ცხადია წინასწარ პერიოდშიც ვაგროვებთ საკითხებს, პრობლემატურ საკითხებს, რაც ორივე მხრიდან არის აუცილებლად დასასმელი და შემდგომ მივსდევთ მათი შესრულების, ესე ვთქვათ, მონიტორინგს. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ჩვენ მქონდა გამგეობის შეხვედრა, შევაჯამეთ 2024 წელი, ვისაუბრეთ 2025 წლის ბოლო დინებზე, გამოწვევებზე ვისაუბრეთ, ასევე შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ და ინდივიდუალურ და ესე ვთქვათ, გუნდურ რეჟიმში ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს ორივე მიმართულება, ანუ გამოწვევების და შესაძლებლობები გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ ცენტრალური აზიიდან საქართველოში ინვესტიციების 96% არის ყაზახეთიდან და ეს პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. არის ფინანსური სექტორი, ბანკი, არის ნავთობტერმინალი და პორტი, ეს ინფრასტრუქტურა და მომსახურების სფერო არის რომპეტროლი, ნავთობის სავაჭრო კომპანია, არის ეარასტანა, რომელსაც ფაქტიურად 25 წელში იქნება 21 ფრენა ყოველკვირეულად ყაზახეთის 5 ქალაქიდან და 2 ავიახაზით. პლუს არის ავიაკომპანია SCAT. და ყველაზე დიდი ზრდა არის წლიდან წლამდე ბოლო 11 წლის განმავლობაში ყაზახი ტურისტების საქართველოში. ეს სფეროები, ვაჭრობა, ინვესტიცია და ტურიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. ცხადია, საკმაოდ კარგი შემოდინებები შემოაქვს ამ მიმართულებას და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა სექტორში აქტიურად ვიყოთ ჩართულები. ჩემთან პირადად მოდის ყველა სექტორის ეს თქვა პრობლემას და შესაძლებლობაც და რა არის თავარი პრობლემები, რაზეც თქვენ ხვდებით ხოლმე და რაზეც საუბრობთ აი ბოლო პერიოდის განმავლობაში, რა გახსენდებათ ესეთი თავარი პრობლემა? მიცით რა არის, პირველ რიგში ალბათ გეგმების ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ყოველთვის ბიზნესი რომ დაიგეგმოს. ცხადია, გლობალური турბულენცია ძალიან მოქმედებს ყველაფერს და საქართველოს ეკონომიკა ისეთ იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ ძალიან მიბმულია გლობალურ ეკონომიკაზე და ცხადია ეს ყველას ურთულებს საქმეს, ხო? ამაზე პასუხის გამცემი კონკრეტულად მე პირადად არც მეგულება და ამ კითხვის დასმა ძალიან რთულია. ეს ანალიტიკას მოითხოვს, შიდა ანალიტიკას მოითხოვს, ამაზე ჩვენ შიგნითაც ვჯელობთ, ვეკითხებით ორივე ხელისუფლებას, საქართველოსაც ვემუშავებით
მუშაობით, ყაზახეთსაც ვემუშაობით, თუმცა ჩვენ საშინაო დავალებასაც ვაკეთებთ. ტურიზმში ბევრი პრობლემა ინფრასტრუქტურული ცხადია, მათ შორის რეგიონები ასათვისებელია თავიდან ბოლომდე, არც ერთი, თითზე ჩამოსათვლელია, ესე ვთქვათ, განვითარებული კურორტი რეგიონში და აქ დიდი ფანჯარა არის განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის ცხადია და წინსვლისთვის, ტრანსპორტის და გადაზიდვების სფეროში ძალიან დიდია იმის რესურსი, თუ რისი ტრანსპორტირება შეიძლება ყაზახეთიდან საქართველოს გავლით. თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ ყაზახეთისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი არხია დასავლეთთან კომუნიკაციისთვის და დავამატებ, მნიშვნელოვანი არხია დასავლეთთან კომუნიკაციისთვის და როგორც დამოუკიდებელი არხი. ცხადია, დღეს საქართველოს დერეფანი ვერ მოემსახურება ყაზახეთის მთლიან მოცულობას, ეს საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს მოითხოვს და ამას მარტო საქართველოს ცხადია ვერ გააკეთებს, რაც არ უნდა სურვილი და შესაძლებლობა კონდეს. ეს არის ტანდემში სამუშაო ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ჩვენ მაგალითად ისეთ ცნობად საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად როგორც არის PMCG, საქართველოს Galten Tagarti TBC კაპიტალი უკვე სხვადასხვა ტიპის კვლევები ჩატარებული ვართ და პერიოდულად ამის პრეზენტაციებს გავაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც თუ რა მიმართულებებით გვაქვს პოტენციალი მაგალითად ვაჭრობის ან საქართველოს გავლით რას აქვს პოტენციალი რომ ივაჭრებოდეს ყაზახეთის მხრიდან. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან ისევ რაც ჩვენთან ახლოს არის ჩვენ ეკონომიკასთან, რუსეთმა ისევ გაზარდა ხორბალზე გადასახადი, რაც ცხადია მოქმედებს ფქვილის ფასზე, ხორბლის ფასზე და შესაბამისად ფქვილის ფასზე და ყაზახეთში რეკორდულად მაღალი მოსავალი იყო წელს და ახლა გუშინ წინ ინიციატივა შეიტანეს იქაურ პარლამენტში, რომ სუბსიდია მოხდეს ექსპორტის დაახლოებით 30%-ზე. თუმცა ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია გადმომისამართეს ყაზახური ხორბალი ჩვენს დერეფანში? ცხადია, ჩვენს დერეფანში ჯერ არა, მაგრამ საქართველოში კი. საქართველო არ არის მზად და მათ შორის არც ყაზახეთის პორტები არ არის მზად მსხვილი მასშტაბით ხორბლის გატარებაში, რომ შავ ზღვაზე შეძლოს ყაზახეთმა თავისუფლად ვაჭრობა, თუმცა გარდა ჩვენი როლი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოს სამთავრობო თუ კერძო სუბიექტებთან საუბარია, არამედ ყაზახეთის სამთავრობო და კერძო სუბიექტებთანაც ჩვენ ვცდილობთ, რომ იდეა, რომელიც მაგალითად დაგეგმილი იყო 2008 წელს, რომ უნდა აშენებულიყო მარცვლეულის ტერმინალი ფოთში და ობის შემდეგ და ფინანსური კრიზისის შემდეგ არ განხორციელდა, გვინდა რომ ეხლა განახორციელონ, იმიტომ რომ ეს მათ ნამდვილად ჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება, როგორც ხორბლის ალტერნატიული მომწოდებელი და ეს პროექტები ნამდვილად ღირს იმათ, რომ ჩვენ ვიშრობოთ და გარკვეულ პერიოდში შედეგი დავდოთ. თქვენ თქვით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის გეგმების ღიაობა. ეს ძალიან რთული არის ხოლმე გაიგო რა თანმიმდევრობა თუნდაც სამთავრობო გადაწყვეტილებებს. ეს ალბათ ორივე მხარეს შეიძლება ორივე მხარესთან დაკავშირებით ვისაუბროთ. თუმცა, როდესაც თქვა კონკრეტულად უკვე რაღაცა ტიპის кейსამდე მიდის ხოლმე საქმე, აი კონკრეტულ გადაწყვეტილებებში რამდენად ხშირი არის ხოლმე შეფერხებები? გააჩნია, ცხადია გააჩნია საკითხის კომპლექსურობას. ჩვენი გაერთიანების როლიც და ზუსტად დანიშნულებაც ეგ არის, რომ გარკვეული გაჭედილი საკითხები გადავჭრათ ხშირად, ეს საკითხები პირიქით კერძო სექტორში არის ხოლმე გაჭედილი და კერძო სექტორიდანაც მოითხოვს სათანადო დამუშავება საკითხის, რომ მერე დროულად მოხდეს საკითხის გადაწყვეტა და სწორედ ჩვენი ესე ვთქვათ სპეციალიზაცია, სისტემატიზაცია გაერთიანების ესე ვთქვათ შინაარსის ეგ არის, რომ ჩვენ გვესმოდეს როგორ უნდა ვემუშაოთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს საქართველოში, სახელმწიფო სტრუქტურებს ყაზახეთში გვყავდეს შესაბამისი საკონტაქტო პირები, მათთან ურთიერთობა გქონდეს შესაბამისი, რომ დროულად მოვახდინოთ საკითხების გადაჭრა. არის საკითხები დღესაც კი, რომელიც სამწუხაროდ არ არის გადაწყვეტილი და ვერ წყდება უკვე წლების განმავლობაში და საკმაოდ მაღალ დონეზე დგას ეს საკითხები, თუმცა არის მე პირადად ესე ვთქვათ გონია შეხება ძალიან მარტივად გავსრულოთ გარკვეული საკითხების. ამიტომ ასე რომ ესე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ვთქვათ არ წყდება საკითხები, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის არის დინამიურია ბიზნესი და ყოველთვის არის ეს საკითხები, რომელიც სასურველია რომ მალე გადაწყდეს. ბევრი საკითხი არის სასამართლოში გაჭედილი, მაგალითად პირდაპირ გეტყვით, ძალიან რთულია ჩემთვის პირადად სასამართლო ბიუროკრატია, შეიძლება გადაწყვეტილება იყოს და 3 თვე ელოდებოდე ხელმოწერილ დოკუმენტს, რომ მე საკითხი განახორციელო.
ყველაფერს დავიდავანებოთ. ესეთ ტიპის საკითხები მაინც მარტივია რომ მოგვარდეს და უნდა მოგვარდეს და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ ყველასთან დახურულ შეხვედრებზეც, ღია შეხვედრებზეც და ასე შემდეგ. მინდა ვისაუბროთ 2025 წლის გეგმებზე. რამდენად თქვათ არიან, რამდენად ახორციელებენ ახლა ინვესტიციას, თუნდაც თქვენი გაერთიანების წევრი კომპანიები რამდენად თქვათ დინამიურად ხორცებდა, მოხდა თუ არა რაღაცა ტიპის შეფერხებები და თავად თქვენს კომპანიაზეც მინდა შემდეგ მესაუბროთ, აი რაც გეგმები გაქვთ და რამდენად თამამები ხართ წელს ინვესტიციების კუთხით. გეგმებში მაინც. ცხადია, სითამამე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ბიზნესის ხელოვნებაა რა, ჩვენ გასულ წლებშიც ყოველთვის მოზომილად მივყვებოდით სხვადასხვა სექტორს, არ გამოვირჩევით ეს თქვათ მასშტაბების აგრესიულობაში, ჩვენ ვცდილობთ რომ ესე თქვათ ევოლუციურად განვითარდეთ და არ რევოლუციურად, შესაბამისად ახლა რამოდენიმე დარგი შემილია გამოყო, სადაც ჩვენ აქტიურობთ, ხო, ჩვენი ჯგუფი, უშუალოდ ჩვენი კომპანია Capital Management-ი, ეს არის უძრავი ქონება, მიმდინარე გვაქვს 3 პროექტი და 3-ვე ნორმალურად ვითარდება, მეტი რისკი არ გავწიეთ უბრალოდ და რაც გვაქვს და როგორც გვაქვს სტრუქტურირებული ნორმალურად მიდის ყველაფერი, არის მცირედი შეფერხება, კლება რეალიზაციებში, თუმცა ჯერჯერობით სტატისტიკა არ აჩვენებს იმას, რომ დაღმავალი ტრენდია. თუმცა ვნახოთ რა იქნება, ჯერჯერობით კიდე ამ მოლოდინს ვაკვირდებით. მოლოდინი მაინც მე პირადად მაქვს ცოტა ეს გლობალური მოლოდინი რაღაც საკითხების, გარკვევის პოლიტიკური საკითხების და ლოკალური პოლიტიკური საკითხები მაინც იქონიებს გავლენას უძრავი ქონების ბაზარზე. ტურიზმის მიმართულებით ჩვენ ორ სასტუმროს ოპერირებას ვახდენთ, ორივე ამჯერად უკვე ჩვენ გამოვედით რეგიონალური სასტუმროებიდან და დავრჩით მხოლოდ თბილისში და შემოსავალი ტურისტიდან დაბალია, თუმცა ეს დაბალია უკვე კოვიდის პანდემიის შემდგომ და ამაში ცვლილება არ მომხდარა ჩვენ ნაწილში ყოველ შემთხვევაში და დატვირთულობა საკმაოდ მაღალი გვაქვს. ამას ჩვენი გუნდის მენეჯმენტს უწონებ. ყაზახი ტურისტების ხარჯია თუ საერთოდ ნებისმიერ? არა, ბევრია ჩინელი, ბევრია ისრაელი, ბევრია ინდოეთიდან ტურისტი, ну ჩვენ ტიპის სასტუმროებში რა და მათ შორის ყაზახებიც არიან. თუმცა ჩვენ მარტო ესე ვთქვათ 2025-ში რას გეგმავთ? რას გააკეთებთ თქვენ? და უკაცრავად ჩვენი წევრების გეგმებზე გეტყვით ვინაიდან ახლა ბათუმის პორტი და ტერმინალი ცხადია ლოგისტიკაზეა მიბმული და ლოგისტიკა გააქტიურებულია ჩვენ დერეფანში და ცხადია მათი საქმე კარგად მიდის და თავიანთ საქმიანობაში მიმდინარეობს ასევე ინვესტიციები. ახალი ტერმინალი, საკონტეინერო ტერმინალი შენდება ფოთის პორტთან ახლოს და ცხადია ეს ახალი ინვესტიცია არის და ესეც მიბმული არის ამ ტენდენციას, ტვირთბრუნვის ტენდენციას. რომპეტროლი სტაბილური კომპანია, საკმაოდ ერთ-ერთი დიდი ქსელია საქართველოში და აქ ქსელის განვითარებაში დღესაც ხდება ინვესტიციები და ხალხ ბანკმაც გაზარდა თავის კაპიტალი. ასე რომ ამ მიმართულებით არც მოლოდინი მაქვს, რომ ესე რამე შემცირდება, თუმცა დიდი მოზღვავება უკვე ბოლო წლებშიც არ ჩანდა კერძო კაპიტალის. იმიტომ რომ ფოკუსირება მაინც საკუთარ ბაზარზე გადაწყვიტეს, კი უძრავ ქონებას ყიდულობენ უფრო ზღვისპირეთში, მაგრამ ეს მსხვილი ინვესტიციები შეფერხდა საქართველოში კერძო სექტორიდან, ყაზახეთიდან და ჩვენ ამაზე ინტენსიურად მუშაობთ, რომ პროექტები მივიტანოთ და ზუსტად მე ეს თქვი, რომ აი კონკრეტული დამუშავებული პროექტები და გეგმები არ არის. რომ წახვიდეთ და ვთქვათ პროდუქტი როგორც პროდუქტი, საინვესტიციო პროდუქტი გაყიდო. ჩვენ თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯგუფს გქონდა შოვის პროექტი მზადდებოდა წლობით, რომ მისულიყო საინვესტიციო ფაზამდე და მე ვიღაცისთვის შეგვეთავაზებინა, რომ მზადყოფილიყო ეს უკვე ფულის ჩასადებად საინვესტიციოდ, ხო? თუმცა ვერ მივიყვანით, თუმცა რომ გადავხედოთ, ეხლა მსგავსი ტიპის პროექტებიც არ არის. არის ფული უფრო მეტად დაინტერესება და არის პროექტების სიმწირე. დღეს უშუალოდ 25 წლის და აი ამ მოვლენების ფონზე, პოლიტიკური მოვლენების ფონზე ვერ ვიტყვი, რომ ეხლა ფულითაც მზად არიან ხალხი რომ შემოვარდნენ, ნამდვილად ეგრე არ არის, ყველა აკვირდება და ყველა კითხულობს რა პროცესები და მოვლენები ცხადია ეს გავლენას იქონიებს, თუმცა ეს პროცესები სანამ დაიწყებოდა მანამდეც პრობლემა იყო კონკრეტული პროექტები და დროშის იჩქარე. მე ვახსენე სასამართლო პროცესები, გარკვეული ბიუროკრატია საქმიანობაში, რეგიონებში საერთოდ წარმოუდგენელი ბიუროკრატია სიმართლე რო გითხრათ და მარტივი არ არის პროექტების შეკრა საინვესტიციოდ. ეს ყველა იცის, ყველა დონეზე ჩვენ ამას ვსაუბრობთ და ეგ ნამდვილად არის ერთ-ერთი გამოწვევა თუ რამე წინსვლა გვინდა ყველაფერს იკეთესთან ერთად ფულის პატრონებს
არ უნდა გავუხადოთ საქმე საწვალებლად, რომ მე ის განწყობა იყოს ინვესტიციის. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ დრო მოიწურა და უნდა დავასრულო გადაცემა, თუმცა სიამოვნებით გავაგრძელებდი საუბარს. გიორგი ჯახუტაშვილი, ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.